ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა თემქის დასახლებაში ყოფილი 142 სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. შენობაში 90 ბინა, აქედან დევნილთა შესახლება თემქის დასახლებაში გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება. მშენებლობაზე დასაქმებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 15 პირი. ნოემბრის ბოლოს უკვე გამზადებული იქნება 90 საცხოვრებელი ბინა დევნილებისათვის, ანუ 400-მდე დევნილი აქ ახალ მოსახლეობას იზეიმებს მიმდინარე წელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქაც და ყველგან ბინების განაწილება მოხდება კრიტერიუმების შესაბამისად. პროცესი იქნება გამჭვირვალე, ნებისმიერ შეიძლება შეამოწმოს თუ ვინ რატომ მიიღო, რატომ მიეკუთვნა ბინა. ეშველება რა ჩვენ დევნილებს მისცემ ზოგი მეც ქილაში ვარ უკვე ამდენი წელია ოშლი ორი ბოქში მყავს და არ ვიცი მე დასაქმებული ვარ აქანე დღეურად მუშაობ